მოგესალმებით. ხუთშაბათის ეპიზოდი ეთერში ვერ გავიდა. ჩემს მეგობარს, კოლეგას, ხატია მომლაძეს მამა გარდაეცვალა და შესაბამისად ვერ მოხერხდა ის, რომ ხუთშაბათს ყოფილიყავით თქვენთან ერთად და ჩაგვეწერა პოდკასტი. არ ვიცი როგორ უნდა ვისაუბრო ამ თემაზე, იმიტომ რომ ძალიან მძიმეა ჩემთვის და მინდა რომ პატარა, ასე ვთქვათ, ამბავი წაგიკითხოთ, რომელიც რამდენიმე თვის წინ ხატიამ დაწერა სოციალურ ქსელში და რაღაცნაირად თავისუფლება მივეცი, რომ მამაზე ის ამბავი, რომელიც ამ პოსტშია და ეხა უკვე მოგონებაა, ჩვენი მაყურებლისთვისაც ყოფილიყო ცნობილი. თეთრი ფურგუნიანი მოსპიჩი ყავდა. დროთა განმავლობაში ეს მანქანა დრუნდულენტად იქცა. ხასიათი გაუჯიუტდა და გავირდა. თუ ხასიათზე არ იყო, დაქოქვაზე უარს ამბობდა. იდგა ჯორივით. არადა ის იყო ჩვენი ოჯახის და უბნის იმედი. სასმელი წყალი წლები არ გვქონდა. მეზობელი სოფლებიდან ვეზიდებოდით და ამ ფურგონით შესაძლებელი იყო ერთ ჯერზე სულ მცირე 200 ან ცოტა მეტი ლიტრი წყალი მოგეტანა. მამაჩემი დაალაგებდა ფურგონში წყლის ასავსებ ჭურჭელს, დაქოქავდა და ჯერ ერთ მეზობელს მიუსიგნალებდა, მერე მეორეს, მესამეს. გამოიტანდნენ ისინი თავის ჭურჭელს და გაატანდნენ მამაჩემს წყალზე. არც ზამთარში აკლდა დატვირთვა ამ ჯიუტ პიპიას. შემოდგომის მიწურულს მოსავლის დაბინავების შემდეგ მისი ჯერი დგებოდა. ბაზარში უნდა წაეღო გასაყიდად მამაჩემის ხელით, ყუთებში კოხტად და კოპწიად ჩალაგებული ვაშლი. შეკაზმავდა მამა წინა საღამოს, სათითაოდ გაპრიალებული ვაშლებით სავსე ყუთებს ერთმანეთზე დააწყობდა. ფურგონში და რამდენჯერმე ძლიერად მიბრახუნებით კარს საიმედოდ მიუკეტავდა. მისი გაჯორება განსაკუთრებით პრობლემური იყო, როცა დილით სკოლაში უნდა წავეყვანეთ. მამა დაჯდებოდა საჭესთან, დანარჩენები რაც ძალი და ღონე გვქონდა ვაწვებოდით, გავაგორებდით, მერე ისევ უკან გამოვაგორებდით. რამდენიმე წლის შემდეგ დაგვდებდა პატივს ჯორუკა, ადუთხუნდებოდა უშნოდ და დაიქოქებოდა. ჩვენ ასე წელჩაწყვეტილები ჩავსხდებოდით. მის ფურგუნში ჯდომა ძალიან მიყვარდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვებს ჩაგვსხავდა მამა და მდინარეზე საბანაოდ წაგვიყვანდა. ჩვენი უბნის ოღრო-ჩოღრო გზაზე ისე გააგელვებდა, თითქოს თეთრი რაში იყო და არა მოსკვიჩი. წლები გვემსახურა, მაგრამ ერთ დღესაც მამამ მასთან გამომშვიდობება გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება დიდწილად მისი ხშირი ჯიუტობით იყო გამოწვეული. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ გული დამწყდა. თითქოს ოჯახის წევრი წავიდა სადღაც, სამუდამოდ. როგორც აღნიშნე, ეს პოსტი რამდენიმე თვის წინ ხატიამ ბავშვობის მოგონებებს და მამას მიუძღვნა. მე აქედანაც კიდევ ერთხელ მინდა რომ ხატიას და ჩემს მეგობარს, ჩემს უახლოეს ადამიანს ხატიას გამძლეობა და მხნეობა ვუსურვო ოჯახთან ერთად. მე აუცილებლად მჯერა რომ ხატია მოიკრებს ძალებს და ის დაგვიბრუნდება და მარტო აღარ მამყოფებს დიდხანს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გულშემატკივარი, ვინც ხატიას საქმეს, ხატიას პროფესიას და ხატიას ყოველდღიურობას გულშემატკივრობდა იყო მამა. და მე ზუსტად ვიცი რომ მისი ძალიან კარგი მამა, ძალიან ბედნიერი იქნება იმით, რომ ხატია იპოვის ძალებს, დაგვიბრუნდება და გააგრძელებს იმ საქმიანობას, რომელიც ასე უყვარს. ბევრი ვიფიქრე ამ კვირის პოდკასტის თემა რა უნდა ყოფილიყო და გადავწყვიტე რომ ეს ყოფილიყო დანაკარგი. ბოლო პერიოდში ერთმანეთის მიყოლებით შეიძლება ითქვას გორის თეატრმა ორი არაჩვეულებრივი მსახიობი დაკარგა, ეს არის კახა ბერიძე და მერაბ ჭანკოტაძე. და დღეს სწორედ მისი კოლეგები მოვიწვიეთ ჩვენთან გადაცემაში იმისათვის რომ ამ თემაზე ვისაუბროთ. ჩვენ დღევანდელი სტუმრები არიან კობა და ქალბატონი ლიკა. უღრმესი მადლობა რომ დღეს ჩემ გვერდით ხართ. რაღაცნაირად ღელავდა, თითქოს ესეთი ღელვა არასდროს არ მქონია და მაპატიეთ მაყურებლებოდა თქვენს. მაქვს დღეს სამწუხაროდ ამის მიზეზი, ასე რომ მოგესალმებით და დიდი მადლობა რომ ამ თემით შემომიერთდით. გამარჯობა, მოგესალმებით და მადლობა რომ ასეთ თემას მეუძღვენით თქვენი პოდკასტი. რაც შემიძლია თავიდან ამდეს გადაცემა იყოს რაღაცა ერთმანეთის მსგავსი ბანალური, იმიტომ რომ ეს ორი მსახიობი იყო ფეიერვერკი, ზეიმი, ხალისი, ცოდნა, განათლება, ნიჭი და ამიტომ რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ მეც და კობაც და ბევრი თეატრიდან ბევრი ადამიანი ჭირს უფლად თავს და ნამდვილად
პანაშვიდების დროსაც ვიღებდით სამძიმარს. გვეკუთვნოდა. ვიდრე დავიწყებთ, ლიკა, მადლობა. ვიდრე დავიწყებთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენი პოდკასტი იწერება რესტორან შინ და გორში. და უდიდესი მადლობა რესტორნის ადმინისტრაციას, იმიტომ რომ გვაძლევს ამ შესაძლებლობას, რომ მუდმივი სივრცე გქონდეს, სადაც ჩავწერთ ჩვენ პოდკასტებს. თუ გნებავთ, რომ სასიამოვნო, სახალისო და გემრიელი საღამოები ან სულაც დღეები გაატაროთ, აუცილებლად ეწვიეთ, როგორც დახურულ სივრცეს, ასევე ღია სივრცეს, დამერწმუნეთ ძალიან სასიამოვნები წახვალთ აქედან. კიდევ ერთხელ მადლობა და შეგვიძლია უკვე უშუალოდ გადავიდეთ ბატონი კახას და ბატონი მერაბის. შორის ბატონ მერაბსა და ბატონ კახასაც ძალიან უყვარდა ეს სივრცე, აქ სტუმრობა ხშირად, აი პრემიერის მერე რაღაცა აღგვინიშნავს ბანკეტი, რაღაც წვეულება. მე გუგლობთ ჩვენ. კი. შინდაგორის მე ადამიანებთან მოკლედ და ძალიან გვიყვარს. და უპრიანიც არის ალბათ ამ სივრცეში ამ ადამიანებზე საუბარი. დავიწყოთ მოკლედ. გონია რომ ბევრი საინტერესო ისტორია გაქვთ, რომელიც ჩვენ არ ვიცით. საინტერესო გახდა უკვე მას ჯერ გამარჯვებათ მოგესალმებით და დიდი მადლობა რომ მოგიწიეთ და ძალიან მესიამოვნა შესაძლოა გააკეთეთ და დაარქვით ამ გადაცემას დანაკარგი. მართლაც რომ დანაკარგია ორივე კახასთან მერაბის არა მარტო ჩვენი თეატრისთვის, ქალაქისთვის, მეგობრებისთვის, აი მართლა დანაკარგი და ბევრი საინტერესო მოსაყოლი და გასახსენებელი უკვე ძვირფასი გახდა. აი ფოტოც რო ფოტოა უკვე ისიც კი ძვირფასი გახდა და უკვე გვენანება არ დავკარგოთ, არ წაგვეშალოს და უკვე ოფრთხილება დავიწყეთ ფოტო და ვიდეოებისა, იმიტომ რომ უკვე აღარ არის დანაკარგია, თავისთავად ცხადია და ძვირფასი აი ამიტომ წარმოიდგინეთ ფოტო გახდა ძვირფასი და ის ადამიანი ახლად ძვირფასი იყო ჩვენთვის რომ მეგობრებო, მე ესეთი კითხვა მექნება. აი მას შემდეგ, რაც ეს ორი ადამიანი აღარ არის თეატრში. აი პირველი ემოციები რო გაიხსენოთ, ბატონი კახა უფრო ადრე წავიდა, მერაბი აგერ სულ კი, რამდენიმე დღეა თუ კვირა შეიძლება ითქვას და არ ვიცი, მე მართლა ძალიან გავოგნდი, იმიტომ რომ არც კი ვიცოდი რომ ავად იყო და ძალიან გული დამწყდა. რა თქმა უნდა, როგორც მე ასევე ყველას. აი პირველი ემოცია, როდესაც მათ გარეშე თეატრში, კულისებში და სცენაზე გადიხართ, აი როგორი არის თქვენი პირველი ემოციები, შეგვიძლიათ სრემლების გარეშეც როგორც გინდათ, იმიტომ რომ ჩვენი საუბარი არის ჩვენებურად და შეგვიძლია ისე ვისაუბროთ, როგორც თქვენს ეს გულს უნდა, რომ 2006 წელს გადამეცვალა მამა. ეს 2026-ია და ჩემ შვილთან მქონდა საუბარი, ზუსტად კახა რო ხალი გარდაცვლილი იყო დროს გონიუმოსი იყო. რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წელი გავა, მე მამა ვერასოდეს მოვინერე და ვერც მოვინერებ, ესეთი სიტყვა არსებობს ქართველში ეს. ამასთან მიმართებაში და იგივე დამემართა კახაზე. თუმცა ის მამობრივი ამბავი კი არ იყო, უბრალოდ ადამიანი, რომელიც ძალიან დამაკლდა, ჩვენ კოლეგები პრაქტიკულად ძალიან ხშირად გვითამაშია პარტნიორები ვიყავით ძალიან ბევრ სპექტაკლში. აი თუ კონფლიქტი მაქვს ხოლმე ცხოვრებაში, იმიტომ რომ ჩვენ დიდი ოჯახი გვაქვს, იქ მხოლოდ ესეთი მოფერებით და დავარცხნილი ამბები არ არის, ხო? რაღაცა კონფლიქტების ოღონდ ჯანსაღი რაღაცაზე რო ვერ შევთანხმდით და მე სცენაზე მაგალითად გვაძლევდა მასალაც საშუალებას, იყო ესეთი სპექტაკლი ნურა, 15 წლის შემდეგ, სადაც გაყრილ ცოლ-ქმარს თამაშობდით. ჩვენ იქ რეალურად ჩხუბობდით. ეს იყო აი გემრიელად რომ ვიტყოდით ხოლმე ჩვენს სათქმას და გავგებდით რა რეალურები ვიყავით. თუმცა მე რა თქმა უნდა ერთმანეთს ვეხუტებოდით რა მაგარი ყავით დღეს კახა ან პირიქით. ყოველთვის ქონდა ეს სპექტაკლამდე ძალა მომეცი ენერგია მჭირდება იმისგანაც ანალოგიურად და სპექტაკლის მერეც თუ რამე არ მოგვეწონებოდა მაგასაც პრიშევებდა მე მქონდა მხოლოდ კახასთან ეს ურთიერთობა. მართლა და კახას მხოლოდ მემაძლევდა ამის უფლებას პრაქტიკულად ხა ოფიციალურად კი არ გამოუცხადები არავის შენიშვნა არ მომწესო რა სისულელეა, მაგრამ აი თუ იყო წაკბენა, რაღაც ხისტად თქმა, ორივე ერთმანეთს ვუპეტავდით და ეს ძალიან გვაბედნიერებდა. 23 წელია რაც გორის თეატრში ვარ.
პრაქტიკულად ამდენი ხარ. კი ბატონო. ამდენი. ეს დავამატებ კიდევ რამდენი რამე გვაქვს სათქმელი კიდევ, მაგრამ მე 23 წელია გორში ვარ და გორი მე მასწავლა კახა. გორის და გორის თეატრიც. აი ეს ვარსკვლავი ხა კაკნიაშვილი და შალვა ხერხეულიძე და კეთო ბოჭორიშვილი და ესენი მაინც ვიცოდით, მაგრამ კიდევ ისეთი ძლიერი ვარსკვლავები და ისეთი სახელები, ვინც მართლა მოიტანა და ესეთი თეატრის სცენაზე ამაღლად თამასა ეს ყველაფერი მე კახას, იმიტომ კახა იყო მე რა ვიცხოთ შორის მე მატიანეები ძალიან ბევრი რამე იცოდნენ. ეს არ იყო მხოლოდ თქვა, არც ერთი არ იყო დიდი ასაკის. აი მეც ხო ვარ თქვა ახლა ისეთ დიდი ასაკის, მაგრამ ძალიან ბევრს მეც გადავცემ ისტორიას. ანუ ისინიც დაინტერესებულები იყვნენ თეატრის ისტორიით, მისი წარსულით და მეც რო ვისწავლე, მეც გადავცემ. აი ესე გადმოგცემდნენ. და აი როგორი იყო? ძალიან ფრთხილი იყო მერაბი სცენაზე და აი თან ვიტყვი რომ შიშარაც იყო აი როლთან დაკავშირებით განაწილდებოდა როლი უკვე ეშინოდა იმის რომ მსახიობი თვითონ თავის შინაგანიდან გამომდინარე რომ რას დადებდა, რა შედეგს დადებდა. და მაქსიმალისტიც იყო, აი ყველაფერი საუბარშიც კი ზედმეტად ასეთი საუბარიც და გამართული ლექსიკით გესაუბრებოდა და ვერ შეიტანდი რაღაცა წუნსაც კი. აი ურთიერთობაშიც ეგეთი იყო. ან ურთიერთობდა ადამიანთან, ან საერთოდ არ ურთიერთობდა. და ამ ურთიერთობაშიც უნდა რომ აი ბევრი მიიღო, როგორც თვითონ გასცემდა და უშოთ ბევრი მიიღო. აი ადამიანი თუ არ იყო საერთოდ არც ურთიერთობა და არც კონტაქტი არ ჰქონდა. აი კახა მაგალითად პირიქით. აი სულ ბევრი უხაროდა თვითონაც რომ ბევრი საზოგადოება ყავდა გარშემო. აი საუბრობდა იმათთან, იმასთან იკითხებდა კარგს, ეს რო გასცემდა. აი მე 94 წელში რომ მოვედი კახა უკვე დამხოდა როგორც თეატრის დირექტორი. და პრინციპში მე როგორც თეატრში მსახიობად ჩამოყალიბებდა, თეატრალად ჩამოყალიბება, კახას პერიოდიდან წამოვიდა და კახამ გამომზარდა ამ ამაში და ამიტომ იყო ხოლმე რომ თამამად შეეძრო და გაუკეთებიათ რომ რაღაცა განიჭირებია როლთან დაკავშირებით ან თუნდაც ელემენტარი ზრდილობა რა რაც აი არ მეკადრება მე მსახიობ კობაკობაძეს თუ შენიშნა მოუწია და ან არ გამეთვალისწინებია ან ცოტა ეს ზერელეთ დაუპირია კიდეც და ასე და ეს ჯოულებრივად მინიჭე იმიტომ რომ კახას უფლება ჰქონდა და დღესაც როგორი სიტუაცია ახლა იცით თეატრში კი ყველა ვიცით კაცო როგორ არა მოკლეებერთი და მე როგორ და წახვიდი გრუზიაში რა არა ისე კი გარდაცვლილები არიან მაგრამ რაღაცნაირად გონდა რომ უნდა შემოვიდნენ და მოვიდნენ აქ არიან აი ის რომ დიდი გლოვა ზარია თეატრში არ არის იმიტომ რომ რაღაცნაირად ისე უცბად გავიდნენ ამ ქვეყნიდან ერთის და მეორის რომ გვეგონა დაუშვათ რომ კახა ზავადმყოფობა რომ დადგინდა რომ კახა უნდა დატანჯულიყო და უნდა ჩვენ დავტანჯულიყავით მასთან ერთად არ მოხდა ეგ და უცბად გარდაიცვალა მერაბი კიდევ აი მერაბი კიდევ უფრო სწრაფად იმიტომ რომ ბიჭი წავიდა ექიმთან მოვიდა და ერთ კვირაში აი ისე გრძნობდნენ რამე აი თუნდაც ახლა ძალიან ახალია მერაბის შემთხვევა კახა სულ ამბობდა აპა ჩემი 60-მდე ვერ იცოცხლა, მამა ჩემი თქონი რაღაცა მაგასაკში 60-ოდნავ გადაცდა თუ არც მიაღწია. ჩვენ გვარში მოიცახი ამას. შენ თავს აჯადოებ თუ რაღაცა სიტყვა ხო იცით სიტყვას როგორი ძალა. აი ამას თუ დავარქმევთ წინასწარ რაღაც შეგრძნებებს, თორე კახა ძალიან იბრძოდა. როცა გაიგო დიაგნოზი, ერთი სული ქონდა ქიმიებს როდის დაიწყებდა. მართლა, იმიტომ რომ ნდობა ქონდა ძალიან დიდი. არ ვიცი ახლა ყველა მიცის თუ არა, მოკლედ დიაგნოზი სხვა აღმოჩნდა და საერთოდ სხვა პაციენტს გარდაიცვალა და ეს კიდევ უფრო დიდი დარტყმა იყო ჩვენთვის.
იმიტომ რომ ჩვენს მას ძალიან დიდი იმედი გქონდა, უამრავი მაგალითი გვაქვს და გვექნება კიდეც სწორი მკურნალობით რამდენი გამბრუნებულაკო და უცოცხლებიდან ეს ორმაგად ძლიერი დარტყმა იყო ჩვენ. აი ერთს გავიკითხავ ამ თემასთან დაკავშირებით და მე უფრო გადავიდეთ ცოტა ისეთ თემებზე. აი მე რაბი ბოლოს როდის ნახეთ ან აი რა გახსოვთ, რა დაგამახსოვრდათ, აი თან ცოტა სამბავია. 9-ში და სათხას 7-6 თეატრში მე რომ თქვა რომ მე ექიმა და მიბა ექიმთან რომ წავიდე და ვერ ექიმა და თბილისში რომ გაწერა კი ქონდა შიში თავისთავად ქონდა და უცბად ჩაიგედა თავის თავში აი კახა არ იყო იგივე რაც ლიგამანიშნა კახა პირიქით იმათ იყო და რაღაცა ერთნაირი ჩაიგედა თავისთვის ეთეში წუმიდიო და ჩვენ ვეკითხებოდით აბა რა არის როგორ ახარ ხდება ის რაღაც არ საუბრობთ სულ თავისთვის იყო მაგრამ არ ვიცი რა ვიცი რაღაც აღნიშნია არც ეს დასწავდა და არც მეორეს აი ის დაავდება საბრძოლა ალბათ კი რა ღვთისნება იყო რომ ესე გავიდნენ უტანჯერად რა ვიცი აი ბოლოს ნახე სადღაც 7-6 თეატრში ყოფს 12-ში თაობაურად გაიყო და გაიყოფა და გაიყო ის თაობა რომ თეატრში რომელებიც იცნობდნენ კახასთან მერაბს თაობა რომელიც არ იცნობენ და ლეგენდებად გადავცემთ როგორც ჩვენ დაგვხვდა იგივე ბობა ხაჩიძის ამბავი, ჟუჟნა კაბულაშვილის ამბავი და ასეთი ვარსკვლავების აი ესე გადავცემთ ძნელია, ძალიან ძნელია. ახალგაზრდული იყო კახა, როცა რაღაც პრემიერა შედგა, მე არ თამაშობდი. პრემიერისთვის ჩამოვედი და ჩემმა კოლეგებმა და დამეშავის რაზე ელაპარაკი, მაგრამ აი ეს თეატრალური ფუსფუსი ვერავიდან. ეს ჩემში რა თქმა უნდა არ აქვს მოგონა ეს ტაქტიც არის, მაგრამ ვერავიდან. როგორ შეიძლება იყო რაღაცაზე იმიქოს, ეს ცოცხალი ორგანიზმია. არც კახასი სიამოვნებოდა და არც მერაბს და არც ერთს არ გაუხალდება თეატრი რო გაჩერდეს საერთოდ, ხო? თეატრისთვის ცხოვრობდნენ, თეატრში ცხოვრობდნენ. ისე როგორ ფიქრობთ ახლა რომ შეეძლოთ გაგება იმის რომ მათზე ვსაუბრობ პოდკასტში რა რეაქცია ექნება ან ერთს ან მეორეს? აი ესეთი ძალიან კარგი კითხვა დასვით, იმიტომ რომ ეგეთი ტიპები იყვნენ. კი. გაიხარდა. აი ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ხშირად ერთმანეთზე კამათი და კონფლიქტი. კაი გაგებით, კაი ვერთან ხდებოდნენ ის საკითხი, რაღაც ხდება. ერთი თაობა იყო დაუშვათ და რაღაცა კახა რაღაცას მოყურა დაიწყება და ეს იყო სადარაჯებული, აბა რა საყვება, სორაწყება თუ არა, ის დაიწყება და კახა იყო ესენი ყურადღება. ერთმანეთის ციცხვები იყვნენ. საბეშორს მერაბს ქონდა ეს როგორც ჟურნალისტი მე აქედან გამომდინარე ვამბობ აი რაღაცა მასალას რო დავდებდი და ყველაფერზე უნდა გაეცა პასუხი ყველაფერზე კომენტარი უნდა გაეკეთებინა და აი ბატონ კახას რაც შეეხება ერთხელ მახსოვს ბლიც ინტერვიუზე მივედით ახლა კი იცით ბლიცი როგორია და უსიკითხო უპასუხა და არ მიცემს ესეთ მოკლე პასუხებს არ ითვალისწინებს ჩვენი ფორმატი ამას და სხვენოდ ან ვერ გავუბედე რომ მე თქვა რა იცით რა ბატონო კახა ასე კი არა აი ვერ გავუბედე და ისე მახსოვს იჭდა და მე საუბრობდა და მე ძალიან ისეთი ვიყავი რომ მე მოდი რასაც იტყვის თქვაც იმიტომ რომ თქვენი არ იყოს მართლა ესენი თუ დარჩება ეხლა და შემიძლია ნახო ეს სტატია მახსოვს მაშინ სტატია გავაკეთე და აუდიო გადაცემად ასეთი კითხვა მექნება თქვენთან ახლა აი საუბრობთ ამდენი ხანია ფაქტიურად ოჯახზე თეატრზე და ანუ ეს ერთი დიდი ოჯახია მართლაც და ეს ყველა მიცით სადაც გაუგებრობებიც არის, მხიარულობაც არის, მწუხარებაც არის. აი მაინც ჩვენ ვიცნობდით მაინც ამ ორ ადამიანს სცენიდან. ჩვენ ვიყავით მაყურებლები და ისინი იყვნენ მსახიობები და იმ მხოლოდ ასე ვიცნობთ ჩვენ. თქვენ რეალურად იცნობთ ისეთებს როგორებიც არიან, არ ვიცი, გულჩვილები, კეთილები, აი როგორ შეიძლება ადამიანზე აი შიგნით, აი რაღაც მხიარული ამბები, ამ პირიქით რა ვცევდიან, როგორც კი აი მათი ამბავი რომ მოგვიყვეთ რაღაცა კურიოზულით შეიძლება. ტერეტიტელს კითხვით. ჩემთან სახლში, საშაქროში, ყავიან კობს რო ხედავ, პირდაპირ კახა მახსენდება. იმიტომ რომ არ უყვარდა
შაქარი თეთრი უნდა ყოფილიყო. ანუ პედანტები იყვნენ, მერაბიც სულ ასუფთავებდა თავის საგრემიოროს რაც მინახავს. აი კახახო სულ ტილო ეჭირა და სულ მოწესრიგებული. ახლა ჩემი უჭრა რომ გამოაყოთ ყველაფერი პარფიუმერია ისინი რაღაცებს მიყია კახას და ყავას თავისი ადგილი, კონტურს თავისი ადგილი და ასე შემდეგ. აი ორივე ძალიან წესრიგებულები იყვნენ ამ თვალსაზრისით და ურთიერთობებში ასეთები იყვნენ. კახა ბუტია იყო. აი მარტი გულწრფელად გეუბნები კახა იყო ბუტია. რაღაცაზე რა დავუშვათ შეეწინააღმდეგებოდი რაღაც. ნუ ჯერ თვალებს დაგიჭყეთავ და ეს თვალებს მაგის სავიზიტო პარათილებო თვალების ჭყეტვა დაგიჭყეთა დაგიბრიალებდა თვალებს მე გაგებუდებოდა. და აი პატარა ბავშვი დაждებული თავის საგნო და ჯერ ეს სარკი გელაპოდი გიყურებდა. კაი კახა რა იყო რამოდენიმე. არ რაცევდა არც იმას გეტყოდა ხდამერებით აი გაიბუტებო. მერაბის ბოლო პერიოდში ტირალა გახდა. აი გულჩვილი გახდა. აი სულ ეტირებოდა და თვითონაც ჰქონდა ნათქვამი რამჭირს ვერ ვიგებო ასაკის ბრალია რა ცხოვრება მადლობა ღმერთს არ ქონდათ ახლა ისეთი რომ სატირლად ქონოდა და მაგრამ აი მერაბი ცოტა გულჩვილი აი სულ ეტირებოდა სულ ტიროდა რა აი რაღაცა დაუშვათ რაღაც ტელეფონში ნახავდა რაღაც ფილმს უყურებდა რაღაცა ზოგიერთი ძალიან თევზები იყო ზოგიერთი კი წლის ნიშნები ძალიან ემოციურები იყო აი კახა იყო მკაცრი ვიღი რასცა კი ბატონო ой ერთი საკითხი გქონია ჩვენ მაშინ ვიცი როგორ იქნება შინაგანად ძალიან ისეთი თბილი მაგრამ ისე აი მართლა ასე იყო გარედან ძალიან მკაცრი ჩანდა მართლა სალამსოს ისე აცლები რომ გამარჯობა მაგას გულის კი და შინაგანად როგორც დაიწყო კობამ ბუტიეთ ბავშვები იყვნენ ორივე შიგნიდან იყვნენ დიდი ბავშვები ისინი აი და ყველაზე სწორი ცხოვრება კარი კი რა არის იცით ახლა გასაგებია ჩემთვისაც ხშირად ვთქვათ რაღაც როლის ნახვის მე თქვენი მეშინო და იქამდე რაღაც როლებიდან გამომდინარე სთანას თვალების ესეთი ჩვენებიდან გამომდინარე შეთანხმის ტემბრი ორივეს ძალიან დახვეწილი ხავერდოვანი ფულად გარეული ცოტა ხოთებით და რაღაცა განწყობას გიქმნიდათ ალბათ მაგრამ მართლა ბავშვები შოკოლადი ეს უყვარდა რომ მივიდო და შოკოლადი ეს კახა თუ არ მქონდა ჩამოუშვიდათ მაინე კახა აი დამავიწყდა მერე ყავა გინდა და თუ არ სვეტყოთ მაგაზე მებუდებოდა გოში ჩემი ყავა არ გინდა ნუ და მებუდებოდა პედაგოგზე არა მაგრამ ყოველთვის უნდა ქონოდა საკრიმირო მაგიდას სასუსმო აი ლიკავრაც კბილეო უნდა ქონოდა ყავა გამოულებელი იყო თუ იმის ყავა არ ქონდა დიასი ყავა იყო ყველა მიბადებოდით ტიკი კახა ყავა გამოაგებდა და გამოიღენა ასაღები ქონდა ჩაკეტილი და აი დღესდღეობითაც კახას დამდიანა მიცის ხოლმე რომ დამირეკავს რომ ამონიარე აუვლი და ესე კულოქში კომპლექტები წაიღე და კახას მაგიდაზე ზეგრიმიროს დავდაგებთ ხოლმე და იცის რა ხდება მათ საგრემიოროში ახლა აი შევდივართ სურათი არის და ყოველთვის ესალმები სანთელიც კაბინეტი ფოტოს და ადრეულ შემოგვიყვეს შევდივართ ახლა რა ვიცი სწავლობთ ამ ორი ადამიანის გარეშე ეჭი ყოფნას საფლავზე ავდივართ ხშირად მარტის მერე ხშირად ველაპარაკეთ ისეთი კარგი ფოტო არის მოხვედით მეთქი ნუ საყვედურობ ესე ვესაუბრებ რამდენჯერაც ხო შევიყავე 5 ჯერ ხო ვიყავე 4 ჯერ შენთან ამოვედი ახლა რა ვქნა ესე ისე ურთიერთო ყავს იცი აი მე და კეთი ყავებით ავდივართ ხოლმე რა ხარ კი ყავებით ავდივართ ერთად ცვა ბედნიერი ვარ ყოველთვის ვიყავი და ვიქნები კიდეც რომ მე აი მათთან ერთად მომიწია თეატრში არა მარტო მუშაობა სცენაზე ერთად ყოფნა და მე ძალიან მადლობელი ვარ რომ და სამახოთთან აქვს და საკარაბახოთ რომ მე მათთან ერთად სცენაზე ვიდეო მერაბი კარგად ხატავდა ძალიან
და შესაბამისად კარგად კერავდა. ძალიან კარგად კერავდა. ხო, შენმა მაყურებელმა საერთოდ დაიცადეს. მე რა ვიცი, ანუ ხატვის თვალით და ეხერხებოდა ძალიან კარგად. კახა გილზე მიაგერებდა. გასწავლია. მაგრამ კახა იყო კარგი დიაგნოზი დაგისვავდა, რომელი კინთამდან მიხვიდე, რომელი აბინიდან მიიღო. და ეგენი იცოდა. კახა ბევრი ადამიანი წეგან ახსენა. აი მაგალითად ბევრი სპექტაკლი ბალეტი რუსეთში აქვს ნანახი და უშუალოდ იცნობდა მირონოვს. ну იმათი ახალგაზრდობის პერიოდში ახლა რუსეთის გზა იყო გახსნილი და თუნდაც აი ვოღა ხაჩიძე რო ახსენე მირონოვის ჯგუფელი იყო და ეს ძალიან უყვარდა ვოღა იმდენად ხშირად იხსენებდა ხოლმე ალბათ ჩვენი დაგვემართა და დაგვემართება რომ არის ამ ადამიანებს ასე ხშირად კიდევ ახლა ვხვდები რატო ახსენებდა ასე ხშირად ზღვა ინფორმაციას ფლობდა არა მარტო ჩვენს თეატრის შესახებ, საქართველოს თეატრები, გარე თეატრი, აი ზღვა ინფორმაცია, რაღაცას მოძება რომ გინდოდეს ადამიანს, ან გინდოდა თუ რა გუგლი, ის გუგლი კახასთან ერთი გარეკვა და იმ ყველაფერს დაწვრილებით მოგიტანდა ინფორმაციას ვინმეზე ან რამეზე. იყო როლი, რომლის თამაშიც უნდოდა და ვერ მოახერხა. არ ახსენდება სიმართლე გითხრათ. თუმცა ძალიან კარგი სუპეროლები აქვს შესრულებული. და აი მაინც არის ხოლმე მსახიობის ცხოვრებაში ერთი ისეთი როლი, რომელიც მისი რაღაცნაირი საავტოროა. აი ასეთი თუ იყო ბატონი კახასტანერების შემთხვევაში. აი თქვენი თვალით და შეფასებული და დანახული კოლეგების, მეგობრების და მსახიობების აი არ მინახავს ვარსკენ პიტიახშის როლში. კობასაკმედი მაქსიმუმ. თამაშობდი ვიცილავი და მაგას იხსენებდა ხშირად. ბატონი კახასტანი კახაკი. კრეონი თამაშა. რანანოის ანტიგონაში ძალიან კარგი დარჩენილი იყო რეჟისორი. ისე ძალიან ბევრი როლი აქვს შესრულებული. სხვადასხვა ამ პიესაში ძალიან უყვარდა თავისი როლი, მე რო ვახსენე. თომა თანამედიშვილის ნორან 15 წლის შემდეგ ეს რეჟისორი კიდევ ერთი ქალის ვაჟია სპეციალისტ. კეიფის როლებში იყო. უი, გითხრათ. ხო, კეიფის როლებში დღეს აინე შოლეიზის იწყავს ხოლმე მისი დადგმა ძალიან კარგი იყო ნამდვილად. ჯერ დაიხოსნა მე რეკორდზინეს სერგოს როლში. ძალიან დიდი პლასტიკა ქონდა კახას. და რა ერქვა მაგილეც ბალეტის ენაზე მოკლედ ფეხებს რო ესე მთლიანად 180 გრადუსზე რუშლიან ხტომის დროს აი ესეთი ნახტომებით გადადიოდა ერთი სცენა და მეორეზე და ძალიან ტარაკანას ის უყვარდა მონოლოგი იაშუშაბანჩი მასიქსემდა ეს უკვე ჯერ პატარა ბიჭობის როლებს ვამბობ ბნელი ოთახი აი ძალიან ოთახს ახსენებდა კი ბატონო მე არ ბევრს სპექტაკლებში როლებს იხსენებდა ხოლმე მაწყვეტით რა იმ თავისი ის როლი მე რაც არდარესი გახსენება თქვა ქალიქვეშაში უყვარდა ქალიქვეშაში მასალა სამხრეთში რა მოხდა სამხრეთში კი ბატონო აი კარგი ძალიან სპორტსმენად წლებში იყო სპექტაკლები ან რაღაც წარსულის ნოსტალგია კი თავის დავაბეხა ხო ეს არ იყო აი რაღაც სწორი მაგალითი მინდა მოვიყვანო ასაკში რო ადამიანი და თავის ახალგაზრდობის ფოტოებს რო დასწრეთ რა ლამაზი ვიყავი ყველა ახალგაზრდა ლამაზია ეს იყო მართლაც შედეგიანად გაკეთებული როლების ნოსტალგია კი ბატონო ძალიან ბევრი ავტორების ნათამაშები და ეს რამდენიმე ეპოქა გვახსენდა რასაც ხშირად იხსენებდნენ არის ისეთი რამე რაც ამ ორ ადამიანზე უნდა ვიცოდეთ და მარტო თქვენ მეგობრებმა იცით კი ჭრაკერვაზეც გელაპარაკეთ აი მაგალითად ბატონი კახის შემთხვევაში მქონდა რამე ისეთი ჰობი რაც ჩვენ არ ვიცით ჰობის არა გითხრათ მაგრამ მას ქონდა პროცესში სოფელი რომელსაც მთელი გულით უბილდა აშლი ქონდა ხალი ძალიან მოყვარდა იქ აი თქვენ რომ მე ხშირად ბალეტომასთან სოფელში რო ეხმარებოდით ხოლმე და შორიდან რომ დაინახა ჩვენი გულის მაყურებელი სოფელში თავში ახაფერიც სცენაზე და
ნამდვილად გაუკვირდებოდა აი რას აკეთებს რა როგორ აი ფიზიკურად და მიწასთან შეხება კი მიწასთან აი გასხურა შეწავლა წოვა კრეფა საინტერესოა ასეთად არ ვიცი ნამდვილად თქვენ კოლეგები და ასევე პარტნიორები ხართ ლიკა თქვენ მithumedes აი გრძელდება ახლა ის სპექტაკლები რომელშიც ისინი თამაშობდნენ კარგი კითხვა და ასე ჩვენ თამაშობთ რეპერტუარში გვაქვს გიორგი თენაძე რეჟისორი ოთარ ანტქვრივ კარგი სპექტაკლია მაგორების შეფასებიდან გამომდინარე თუნდაც ჩვენს ყველას ძალიან გვყვარს რომ დაინიშნება ხოლმე მიუხედავად ამ ტრაგიკული ნოტის და ჟანრის მაგ სპექტაკლში თამაშობთ და მამაოს ანუ გარდაიცვალა კახა ერთი სცენა ქონდა 10 წუთიანი და მე ეპიზოდურად ისე ალაგ-ალაგ გამოჩინა მაგრამ ისე 10 წუთიანი სცენა აღარ აქვს კახა და გიორგი თენაძე არავინ მინდა შევცვალო არც მოვიაზრებო გადამიქცია პატარა მონოსცენათის ეკლესიის სცენა და პრინციპში კახას გარეშე ერთხელ ვითამაშეთ ახლა და ისე გააკეთა რომ სიტყვა უნდა ვიყვა აკლონის დროს ყველა რომ გამოვედი ჩვენი ტაში მივიღეთ ბოლოს ჩამოდის კახას კოსტიუმი ანაფორა და კახა თავის წინტაშს და ეს ერთჯერადი არ იყო ეს სულ ასე იქნება რამდენჯერაც რა თქვენს თქვით რომ არ უნდა ყოფილიყო სევდიანი, მაგრამ რატომღაც მაინც ესე გამოდის, რომ სევდიანები გვიწევს და ნაცრებით თავისთავად იცი რა მაინტერესებს. აი რამდენად ან აი როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა შეეგუოთ იმას, რომ თქვენ პარტნიორობას აღარ გაგიწევთ, აი ამაზე ისეთი ფიქრიათ, განფიქრია, პირდაპირ ყველას ამას ვეუბნები. აი რანაირად უნდა მოახდინოთ საკუთარ თავში. მე იმ თვალებს რო ვეღარ დავინახე ვინ სინაღდეს კომისინაციის ჩემი თავში კობაცთანაც ძალიან ბევრ სპექტაკლში ვარ რაზე ალაპარაკი მე ხამთლად ესე არ ვარ რომ არ მხოლოდ კახა მყავს ნაღდი და ნატურალური და ბუნებრივი მაგრამ მე და კახა რაღაცა უფრო ხშირად ვთამაშობდით ერთად და აი ის თვალები რო აღარ მე პარტნიორი მეკვრა სცენიური პარტნიორი მეგობრები ხო ძალიან დიდი მეგობრები კოლეგები რომელ ურთიერთობებში თქვენ იცით როგორი ურთიერთობა იყო კიდე ახლა რა გამახსენდა მეორე ქალიშვილი მყავს და როცა გათხოვდნენ მეხის თავსანი აჩუკაჭი შვილი გამიმზითო კი კახამ ჩემი შვილი გამიმზითო რაღაცა ისეთ დეტალებში აქცენტა ყურადღება იმეგობარი დაგვეკარგა ამ განზომილებაში თორე ნაცვალო არ გავარვარ გავიხსენებთან ერთიან მეორე. ამბობენ იქ უკეთესად არიან და ალბათ ეგეც ამშვიდებს ადამიანს. თეატრია. ყველაფერია. და ყველაფერია თეატრიდან ვარდები. absolutely. ხო, მეკობა, შენი აი ბატონ მერაბთან შენი როლები როგორ იყო ხოლმე? ვიცი აი მერაბთან ბოლო პერიოდში უფრო გამოვიდა პარტნიორობა. დომროთის ყოველ წელს იქნება ეს საბავშვო საახალწლო და მან ხდებოდა ხოლმე უშუალოდ ერთმანეთზე პარტნიორობა. მაგრამ აი ესეთი პარტნიორი როგორ დავუშვათ ხალბატონი ლიკა და ბატონი კახე იყო ესეთი პარტნიორი არ ყოფილა მაგრამ ძალიან საუბრისას საუბრში ძალიან ფრთხილი და წესრიგებული პარტნიორი მერაბი რომ არ დაგაზარალებდა და არ დაიზარალებდა თავის თავს სცენაზე. იმედად ფრთხილი. აი მაინტერესებს ახალგაზრდა თაობა, უკვე ახსენეთ ახალგაზრდა რეჟისორი და ჩვენ თეატრში არის ეს პრეცედენტი კი არა და უკვე რამდენი ხანია რომ ახალგაზრდები როგორც მსახიობები ასევე მაინტერესებს აი ამ უფროს თაობას როგორი ურთიერთობა ქონდა ამ შედარებით პატარა თაობასთან იღებდნენ თუ არა მათგან ზრჩევებს, რეკომენდაციებს
და როგორი იყო ამ ორი თაობის ურთიერთობა? ორივეს ქონდა სხვადასხვა ეთვისება. ერთი ნახვით ამასეთმენ და არასოდეს თხოვდნენ. ანუ იყო თუ არა თეატრალი, იყო თუ არა ნიჭიერი, შეიძლება სცენაზეც არ ენახათ. ეს ერთი-ორი სიტყვით, ურთიერთობით, თვალებში ჩახედვით ხდებოდნენ. და თუ გახამით და თუ დაიჭერდა რომ ეს მისი თეატრისთვის განძია და დიდი შენაძენია, განარისით რამ ხელა ყურადღებას აკეთებდა. რამ ხელა ყურადღებას იჩენდა მოკითხვით დაწყებული რაღაცა ჩემი ერმიტანელი შოკოლადის გაზიარებით დამთავრებული. შოკოლადს თუ ზიარებთ ესე იგი და სამხატვრო ხელმძღვანელთა საუბარი რომ ეს ბავშვი არ გამუშავ თეატრში დაგიტოვოთ და ეს არ არის დასაკარგი და მე რა ვიცხოთ შორის ძალიან სწორად აფასებდა და უფრთხილდებოდა. ძალიან ჯანსაღი. პრინციპში ჩვენ თეატრში ახლა მხოლოდ ახლა წასულებზე ვსაუბრობთ. მსგავსი პრეცედენტი არ მინახავს, რომ ვიღაცა ხალი მოსულა და რაც მე ვარ თეატრში ყოველ შემთხვევაში, რომ რაღაცა ეგეთი ინტრიგა გაჩენილიყო, რომ აი შური ან ვაიმე მე როლებს კარგავ, იმიტომ რომ ის მოდის მსგავსი არავისგან არაფერი არ წამოსულა, არც მამაკაცის მსახიობისგან, არც ქალის. ამ თუ ძალიან ვამაყობ და ხშირად მithქვამს ერთხელ ტელევიზიაშიც გავაჟღერე, რომ ჩვენს თეატრში ინტრიგები არ არის მეთქი. ახლა ინტრიგა, თეატრალური ინტრიგა ხო ხდებით პირველ რიგში აი როლი არ დავკარგო და აი იმას მეტი თავსახელი არ გადაუსვამ და რა მეტი ყურადღება. ასე მსგავს პრეცედენტები ჩვენ დაყოფილა და მართლაც რომ ასე გაგწევთ ეს. ბოლოსკენ წავიდეთ საკმაოდ დიდი ხანია საუბრობთ და თქვენ ძირფას დროს ფაქტურად ვიპარავ ახლა მე თეატრის დროს და ჩვენი ადამიანებზე სასაუბროთ მოგვიწვიეთ რომ რა თქმა უნდა ვერ ვისაუბრებთ იმდენს ამ ფორმატის ფარგლებში რაც არის გასახსენებელია სასაუბროა როგორ ვერც შეაძლოა როცა გარდაიცვალა შოქში რომ ვიყავ მაშინ ყველამ გავაზიარეთ ყველამ რაღაც სტატუსი დავდეთ პოსტი და მე ერთი ორი წინადადება დავწერე რომ ეხლა არის შემიძლია ალბათ მოვადრო რომ მე შენზე ვილაპარაკებ მეთქი და მას მე რეაგირებო მე სამეთე გავიდა ვერ ავიღე ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული კალამი და სოციალურ სტატუსს ვერაფერი ვერ დავწერე დარწმუნებული ვარ ესეც კახამ გაიჩალიჩა რომ ამ გადაცემაში მე რაღაცები მელაპარაკ აი იცით ეგეთი იყო ყველგან ყველაფერს მისი მოუგვარებელი საქმე არ არსებობდა რამეს რო დაიწყებდა ბოლოში გადიოდა არ ყველას იმედი იყო თუ რამე ვიღაცას ამისე ამასე უჭერდა ყველა კახასთან მიდიოდა მე რა ვიცხოთ და შორის რამდენჯერ მისულტოლები არ იყვნენ კახა აბა იმიტომ რომ კახას სხვა ცენზი და წონაც ჰქონდა ყოფილი დირექტორი იყო 12 წელი მეტი კომუნიკაციები მეტი ნაცნობობა მეტი ძალა მეტი კავშირები და ძალიან ბევრი სიმედი ხო და ახლა შეიძლება იმ ყველა ინფორმაციიდან ძალიან ცოტა ველაპარაკე მაგრამ ესეც ფარდობითი ახლა ცხოვრება ესეც იმდენი ვისაუბრე რომ ჯერ ამდენი არ მისაუბრია კახაშენზე. დიდი მადლობა თქვენ. უღრმესი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ. უნდა გააგრძელოთ ის საქმე, რასაც ემსახურებით და იმედი გვაქვს რომ ბევრი კარგი როლი და ბევრი საინტერესო დღეები ექნება ჩვენ თეატრს თქვენ და მადლობა. მადლობა.